გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. ეს ვიდეო არის მათთვის, ვინც ზუსტად იცის, რას უნი აქვს მარწყვს, როგორი გემო აქვს პირველ მარწყვის კომპოტს და როგორი დესერტები ჩნდება სახლში, როცა იწყება ნამდვილი ქართული მარწყვის სეზონი. საქართველოში მარწყვის ტორტი უკვე ტრადიციაა. როგორც კი მარწყვი ბაზარზე გამოჩნდება, იწყება ტორტების სეზონი. და დღეს გაჩვენებთ, როგორ მოამზადოთ ასეთი ტორტი სახლში. სულ თავიდან, მარტივად. მთავარი სურპრიზი არის ის, რომ არ ვაცხობთ ღუმელში. ჩვენ გამოვაცხობთ ბისკვიტს მულსახარშის ქვაბში. ეს ჩემი საყვარელი მეთოდია. ბისკვიტი გამოდის ყოველთვის მაღალი, ჰაეროვანი და თანაბარი და სანერვიულოც არ არის. დაგჭირდება 6 ცალი კვერცხი, 180 გრამი შაქარი, ვანილი გემოვნებით, მწიქვი მარილი აუცილებლად, 230 გრამი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი. ჯერ ვთქვიფავთ კვერცხს შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. კარგად, სანამ მასა არ გახდება ორჯერ მეტი მოცულობით და ფერის მიხედვით ნათელი, ქაფიანი, ნამდვილი გოგოლ-მოგოლი. ფქვილი გავცრათ გამაფხვიერებელთან ერთად. ეს აუცილებელია, რადგან ჰაერი შიგნით შევიდეს და ბისკვიტი გამოვიდეს ფაფუქი და რბილი. შემდეგ ფრთხილად ავურიოთ ცომი. ქვემოდან ზემოთ ვურევთ ხელის საფრთხქვეფით ან კოვზით, არ ვანადგურებთ ქაფს. მულსახარშის ქვაბის შიგნით წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი. ეგრეთ წოდებული ფრანგული პერანგი. ეს არის საჭირო იმისთვის, რომ არ მიეკრას ბისკვიტი ქვაბის კედლებს. ჩაასხით ცომი, დააყენეთ რეჟიმზე ცხობა და დრო 1 საათი და 10 წუთი. მულსახარში თვითონ იზრუნებს ყველაფერზე. როდესაც გავა მომზადების დრო და პროგრამა დამთავრდება, თქვენ გაიგებთ ხმას. შემდეგ ნაზად მოვაცილოთ ბისკვიტი კედლებს. გამოიყენოთ სპეციალური კოვზი, რომელიც მოყვება მულსახარს, ან სილიკონის შპატელს. დანა არ გამოიყენოთ არავითარ შემთხვევაში. მე ერთხელ გამიფუჭეს ქვაბი და ახლაც მწყენს ეს ფაქტი. გადავაბრუნოთ ბისკვიტი ბადეზე. სიმაღლე გამოდის დაახლოებით 5-6 სანტიმეტრი, სრულიად გავაციოთ, შემდეგ გადავახვიოთ საკვებ პარკში და გავაგზავნოთ მაცივარში მინიმუმ 6 საათით ან მთელი ღამით. და სანამ ბისკვიტი ისვენებს მაცივარში, აბა მომიყევით თუ გიცდიათ ბისკვიტის გამოწყობა მანამდე. დაწერეთ კომენტარებში, მე ყველა კომენტარს ვკითხულობ და ძალიან მიყვარს თქვენი ისტორიები. მეორე დღეს გამოვიღებთ ბისკვიტს და დავჭრით 3 თანაბარ ფირფიტად. არ დაგავიწყდეთ ქვედა ქერქის მოჭრა, ეს ნაწილი, რომელიც ქვაბს ეხებოდა. თუ ზუსტად გინდათ დაჭრათ, გამოიყენეთ სახაზავი, მე ასე ვაკეთებ. თუ არ გამოვიდა იდეალურად, არც ეგ არ არის პრობლემა, არაფერი დაშავდება. ეს ხელში ჩაჯდება პრაქტიკით. მოჭრილი ქერქი გავატაროთ ჩოფერში, ან ხელით დააფხვიერეთ და მერე გამოიყენებთ გაფორმებისთვის. შიდა კრემი 250 გრამი ნაღებით, ხიმიანობით 30-ზე ზემოთ და 9 ქილის თეთრი შესქელებული რძე. მარტივი, სწრაფი და ძალიან გემრიელი კრემი. თუ არ გაქვთ ფორმა, შეგიძლიათ ისევ მულსახარშის ქვაბშიც ააწყოთ ტორტი. ოღონდ პარკი ჩააფინეთ წინასწარ, რომ მერე ადვილად ამოიღოთ. მე ვიყენებ მარწყვის გემოს მქონე რძის სასმელს, იგივე მარწყვის ჩუდოს. შეგიძლიათ შეცვალოთ ტკბილი წყლით, ლიმნით და ცოტა კონიაკით. მაგრამ ამ ტორტში მარწყვი არასდროს არ იქნება ზედმეტი. ბისკვიტის ფენა, მერე დანამვა 3-5 სუფრის კოვზი. კრემი არ დაგენანოთ. მარწყვი, პატარა მარწყვი იდეალურია, ლამაზი ჭრილი ექნება ტორტს. დიდი მარწყვი გავჭრათ შუაზე. ვიმეორებთ ფენებს. თუ დაგავიწყდათ დანამვა, ნუ ნერვიულობთ. მოვხსნით კრემს, დავასველებთ, დავაბრუნებთ და გავაგრძელებთ. ზემოთ მესამე ფენა. დანამვა და ცოტა კრემი.
მჭიდროდ შევახვიოთ საკვებ პარკში და გავაგზავნოთ მაცივარში კიდევ 5-6 საათით. შემდეგ ამოვიღებთ, მოვაშორებთ პარკს და ფორმას, მთლიანად გადავუსმავთ კრემს, შევავსებთ ყველა სიცარიელეს. ზემოდან დავალაგოთ მარწყვი, გვერდებზე რაც მოვამზადეთ წეღან ბისკვიტის ნამცვეცები. ყველაფერი მზადაა. სახლში გაკეთებული მშვენიერი ტორტი ბავშვების გემოა. დაწერეთ კომენტარებში, როგორ გამოგივიდათ. და თუ გინდათ გაჩვენოთ, როგორ გავაფორმო ტორტი დღესასწაულისთვის, მაგალითად კრემის ყვავილებით, აუცილებლად დაწერეთ და გავაკეთეთ ცალკე ვიდეოს გაფორმების შესახებ. მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო, გემრიელად მიირთვით.